სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთას. დღეს ჩვენ დავიწყებთ 23-მე განყოფილებას და ეს განყოფილება სესია არის გარკვეულად განსხვავებული. საოცარია რომ ესეც 1982 წლის 28 ნოემბერს ჩაიწერა. ანუ ეს უკვე მე რამდენი არის ხო ერთ წელიწადში. და უნდა ვთქვათ ასევე ის ნიუანსი, რომ 14 წელია ამ პერიოდში უკვე ჯონ მაკარტური ასწავლის. და რასაც გააკეთებს ჯონ მაკარტური ამ სესიის წინ უძღვის დიკი, იგივე რიჩარდს ნიშნავს, ეს ალბათ ერთ-ერთი დამხმარე პასტორია, მე გვარს ვერ ვიხსენებ ახლა. და დიკი არის შემოკლებით რიჩარდის. რიქსაც უძახიან რიჩარდს, მაგრამ დიკი ეს ძალიან ცნობილი შემოკლე, მაგალითად ესე უძახდნენ რიჩარდ ნიქსონს, ვინც იცის დიკი, ვისაც გაქვთ ფილმი ნანახი. და აძლევს მას საშუალებას, რომ წარმართოს ქადაგება გამოცხადების წიგნზე და მე აი ამ წიგნთან დაკავშირებით იქნება ალბათ უფრო კითხვები. პირველი კითხვა ესეთია ყოველ შემთხვევაში. და ეძლებათ ადამიანებს, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებს ბერს გამოცხადების წიგნი და მოვლენები ანტიქრისტესთან დაკავშირებული, ატაცებასთან დაკავშირებული და ჩათვალა რომ მთლიანად ამ თემისათვის მიეძღვნა მე მგონი. ჩვენ ნახავთ ამას, თუ სხვა კითხვებიც იქნება, მაგრამ ძირითადად მე ვფიქრობ, რომ მანამდე უძღოდა ქადაგება, რომელიც მე არ თარგმნე, შეგნებულად დიდი იყო და იწყება მერე ქადაგების შემდეგ დიკი რო დაამთავრებს და თურმე მას დისერტაციაც დაუცვია ამ საკითხზე და ძალიან დიდი ექსპერტი იყო გამოცხადებასთან, ატაცებასთან, ქრისტეს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ უნდა ვაღიარო, რომ ეს რთული წიგნი, რომელიც არის გამოცხადება, რომელიც მეც მიჭირდა თავიდან დალაგება სიუჟეტურად, რა თანმიმდევრობით არის მოვლენები, როგორ ვითარდება, აი ჯონ მაკარტური ამში ძალიან დამეხმარა. სხვა წყაროებიც დამეხმარა მე ძალიან ბევრი წყაროები, მაგრამ ჯონ მაკარტურმა ეს კარგად დაალაგა ყველაფერი, რომ უბრალოდ თავშიც იყოს, ხომ? როცა ვიღაცა შეგეკითხება, მოვლენები რა უსწრებს, რა მოსდევს და როგორ არის, იმიტომ რომ სხვა წიგნებთან მიმართებაში უნდა დავალაგოთ ეს, სადაც იესო ამბობს 24 თავში, იცით, როდესაც ამბობს ტაძრის დანგრევაზე, მომავალზე, დანიელი, ზაქარია, ეზეკიელი და ასე შემდეგ. მოკლედ, მოდით მოусვინოთ ახლა ცოტათი შესავალს აკეთებს რიჩარდი, შემდეგ ჯონს აძლევს შესავლის უფლებას და მერე კითხვაზე გადადის პიროვნება. დიკ რიჩარდი, იგივე რიჩარდი. მე ისე მეჩვენა, რომ მხოლოდ ერთი წუთი დავხარჯეთ ამ თემას სასაუბრ, მაგრამ თურმე რა დრო გასულა უკვე. მაგრამ მე ფიქრობ, რომ სამყაროს მომავლის თემა, რომელიც გამოცხადების წიგნშია აღწერილი, ძალიან მნიშვნელოვანია. და რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ ეს ძირითადი მონახაზი, ძალიან საჭიროა, რათა თქვენ უნდა იცოდეთ, თუ როგორ მიდის ღმერთის ჭეშმარიტი საუკუნეების გეგმა სამომავლოდ. ფიქრობ, რომ ამით ალბათ იმაზე მეტი გითხარით, ვიდრე მე ეს ვიცოდი. მე ვაპირებ, რომ ჯონ მაკარტურს კათედრაზე ამოსვლა ვთხოვო, ჩვენ აქ ვიქნებით 2 მიკროფონით და ვთხოვთ იმ მამაკაცებს, რომლებიც მიკროფონებთან დარბაზში არიან, რომ მიეცეთ საშუალება ადამიანებს, რომ დასვან კითხვა. მე ვიცი, რომ ჯონს აქვს რამოდენიმე რამ, რისი თქმაც მასურს შესავლის სახით, შემდეგ ის წაუძღვება კითხვა-პასუხის სესიას. და ჯონ მაკარტური იწყებს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, სანამ ისინი თავიანთ ადგილებს იკავებენ, მე ფიქრობ, რომ რაც გსმენიათ თქვენ დიკის მონაყოლზე და რაც მნიშვნელოვანია გამოცხადების წიგნთან დაკავშირებით, პირველ რიგში ჩვენ არ შეგვიძლია რომ ყველაფერი ვიცოდეთ. მეორე, ის რაც ღმერთს სურს რომ ჩვენ ვიცოდეთ, ჩვენ უკვე გვაქვს და შეგვიძლია ეს შევისწავლოთ. და ეს ჩვენთვის მოცემულია ბიბლიის მეშვეობით. მესამე, წინასწარმეტყველების მნიშვნელობის განსაზღვრისას ჩვენ ვიყენებთ ნორმალურ ენობრივ ინტერპრეტაციის პრინციპებს. რასაც ეს ბიბლიის მუხლი ამბობს, ეს არის სწორედ ის, რასაც ეს ნიშნავს. და არა სხვა რაღაცა ფანტაზიებით შესვლა მანდ, სიმბოლოებით და რაღაცა იგავებით. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ხატოვანი მეტყველება და სიმბოლოები, როგორც ამ საუბრის ნორმალური ნაწილი. და ასე ვხედავთ ამას. და ამის ნიმუში არის ძველი ათქმის წინასწარმეტყველები, რომლებიც საუბრობენ ქრისტეს პირველ მოსვლაზე. ისინი ჩვეულებრივ ენაზე საუბრობენ. როცა რაღაცას ამბობდნენ, ისინი სწორედაც რომ იმას გულისხმობდნენ, რასაც ამბობენ. ეს არ იყო რაღაც საიდუმლო და დაფარული მნიშვნელობები, არამედ ეს იყო მხოლოდ ენის კაფიო ნორმალური გამოყენება. და ჩვენ იგივეს ხედავთ
მეორე მოსვლასთან, ქრისტეს მეორე მოსვლასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებში. და სწორედ ამიტომ ვიღებთ იმას, რასაც ქვია წინასწარმეტყველების გაგების პირდაპირი ხედვა, გამოცხადების წიგნის გაგების ფუტურისტული შეხედულება. ეს ფუტურისტული შეხედულება მე ჩავიხედე და განმარტება მინდა რომ მოგაწოდოთ. ეს არ გეგონოთ ხელოვნებაში რომ არის ფუტურიზმი, ეს არის გამოცხადების წიგნის ინტერპრეტაციის ფუტურისტული შეხედულება. და კერძოდ რას ნიშნავს ეს? მე ვთარგმნე ქართულად. გამოცხადების წიგნის ფუტურისტული შეხედულება არის ქრისტიანული ინტერპრეტაცია, რომელიც ხედავს წიგნის ხილვებს, ამ წიგნის ხილვებს, გამოცხადებაზე ლაპარაკი, როგორც პირდაპირი ფიზიკური მოვლენების, რომლებიც მომავალში მოხდება. ფუტურისტები თვლიან, რომ ეს მოვლენები ისტორიის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მოხდება. ხედავთ, ეს არის ფუტურისტული. და ბატონ ჯონი აგრძელებს. შემდეგ კი გამოცხადების წიგნის ფართო მონახაზი. უკაცრავად გეხმარებათ დაინახოთ თლიანი ნაკადი. ეს არის მნიშვნელოვანი. მეც ეს ვახსენე შესავალში, რომ ნაკადი ჩვენ სიუჟეტი უნდა კარგად გვესმოდეს, რას მოსდევს. და ჯონ მაკარტური აგზა არც ისე ძნელია იმის გაგება, როცა ხედავ მთელ მონახაზს და გამოცხადება გვაძლევს სწორედ ამას. და შემდეგ ის დებს იქ უამრავ დეტალს. და შესაძლოა სწორედ რომ აქ გაჩნდეს კითხვები თუ რა არის ეს დეტალები. ასე რომ ის რაც ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ ამ ეტაპზე არის უბრალოდ რომ ადგეთ თქვენ მიკროფონის უკან და დასვათ კითხვები. აქ არის მიკროფონები სხვადასხვა ადგილას განლაგებული და იქ არიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ კითხვის ჩამოყალიბებაში, თუ თქვენ კარგად არ გაქვთ ეს გასწორებული. არ იყოთ მორცხვი, ჩვენ გვინდა რომ გქონდეთ ამის შესაძლებლობა, მე უბრალოდ დავახვავებ იმ კითხვებს, რომლებიც ჩემს გონებას აღემატება და დიკზე გადავასამართებ და ის გაგცემთ უფრო მეტად პასუხს. გასაგებია, დავიწყოთ. იქნებ უნდა დავიწყოთ აქ მარჯვნივ, კრისტთან და თოლთან ერთად. და აუდიტორიდან კითხვას სვამენ. რაც მე მინდა ვიცოდე არის მეორე თესალონიკელთა წერილის მეოთხე თავში, სადაც ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოდის განდგომა პირველ რიგში ატაცებამდე. როგორ გჯერათ, რომ წინასწარი გასაჭირი მოდის, როგორ არის ეს, როცა მწერალი ამბობს განდგომაზე და ჯონ მაკარტური ეხმარება, თქვენ საუბრობთ მეორე თესალონიკე და მეორე თავზე და არა მეოთხეზე. სადაც ნათქვამია, რომ ანტიქრისტე არ აპირებს მოსვლას, ცოდვის კაცი სანამ არ მოვა სრულ ძალაუფლებაში, სანამდე განდგომა არ იქნება. და აუდიტორიდან ეხმარება. დიახ, როგორ შეიძლება ის მოვიდეს, მაგალითად ახლა ღმერთის წინააღმდეგ აჯანყების გარეშე და ჯონ მაკარტური პასუხობს. ნება მომვეცით უბრალოდ თქვა ეს. უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის ლაპარაკი ქრისტეს მოსვლაზე. დავიმახსოვროთ. აქ საუბარია ანტიქრისტეს სრულ გამოვლინებაზე და სრულ მოსვლაზე და ეს სულ სხვა არის. მაგრამ მე ვაპირებ ამას, რომ ეს გადავცე დიკს, რადგან მან უკვე დაწერა დისერტაცია ამ თემაზე. და დიკი, რიჩარდი იწყებს ამას. მე ჯონს უთხარი, რომ მიკროფონი დამეჭირა და მას შეეძლო კითხვებზე პასუხის გაცემა. ასე რომ თოთ ფიქრობ, თქვენი კითხვის საპასუხოდ მხოლოდ რამდენიმე შესავალი კომენტარის სახით მინდა გავაკეთო, რომელიც შეიძლება რომ დაგეხმაროთ შემდეგ სხვა კითხვებზეც. ნომერ პირველი. პირველ თესალონიკელებში მეოთხე და მეორე თესალონიკებში და თესალონიკელები მეორეში არ არის დროის ინდიკატორები იმის შესახებ, თუ როდის იქნება ატაცება სხვა მოვლენებთან მიმართებაში. ესე იგი, დროზე ის არ ლაპარაკობს, არ მიუთითებს იმ დროზე და საათზე. ასე რომ, როდესაც მიდიხართ ამ მონაკვეთთან, ჩვენ ვერ აღმოვაჩენთ აქ ის თუ როდის მოხდება ატაცება. მაგრამ ჩვენ მივდივართ მეორე თესალონიკეთა მეორე ნაწყვეტამდე და აღმოვაჩენთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს. და ჩვენ აღმოვაჩენთ, რაზეც პავლე საუბრობს, არის ის, რომ როდესაც გამოვლინდება უკანონობის კაცი, ანუ ანტიქრისტე, გარკვეული გაგებით, როცა დადგება მისი მთლიანად სახალხოდ გამოსვლის ჟამი. და ენა, რომელიც იქ არის გამოყენებული, მიუთითებს და მე ამას სათაურად დაურთავდი, მიანიშნებს გასაჭირის პერიოდის შუა ნაწილზე, გაპარტახების სისაცაგლეზე. როდესაც განდგომა, რომელიც მართლაც დაიწყო დაბადების მესამე თავში, ასე არ არის, დაწყება განდგომილების, ღმერთთან განდგომილების დაიწყო მესამე თავში, 60-ის ბაღში და ის მიაღწევს უკვე პიკს, მწვერვალს და იქ მოხდება კულმინაცია. და რას ამბობს წმინდა წერილი დროის იმ კონკრეტულ მომენტში, უკანონობის კაცი მესამე მუხლში მოყვება განდგომა და ჩვენ ვიგებთ, რომ ვინ არის ის კაცი? ეს მეოთხე მუხლში, რომელიც ეწინააღმდეგება და თავს დააყენებს და აამაღლებს ყველაფერზე, რათა მას როგორც ღმერთს თაყვანისცემ და ის გახდება თაყვანისცემის ობიექტი. ასე რომ ის იკავებს ადგილს ღვთის ტაძარში და თავს ღმერთად
გამოავლენს. და ეს არის სრულყოფილი აღწერა იმისა, რაც დანიელმა ადრე გველაპარაკა მე-9 თავში, მე-11 თავში, ის რაც ჩვენმა უფალმა გითხრა მათეს სახარების 24 თავში, მოხდება გაპარტახების სისაძაგლეში, როდესაც ანტიქრისტე სრულად გამოვა და შეეცდება რომ გამეფდეს და იმეფოს დედამიწაზე. თითქოს ის არის იესო ქრისტე. ასე რომ ეს არის ის, რაც ამ მუხლს ეხება, მაგრამ ის არ გვაძლევს მინიშნებას ატაცების დროზე და საათზე. ამიტომ მას ვერავინ გამოიყენებს სადავარ ჩვენ აქ წინა პოსტ შუა ნაწილობრივ თუ 2/3 გავლილია 1/3 ან რაც უნდა გადავწყვიტოთ დროის იქნების ატაცების დრო და ის რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის განსაზღვროთ ატაცების დრო თესალონიკური ეპისტოლების გარეთ და შემდეგ დაუბრუნდეთ და ვთქვათ რომ აჰა ახლა ვიცი თუ სად მოხდება ეს მოვლენა და მოხდება ატაცების დროს თან დაკავშირებით რომელიც აღმოვაჩინეთ ჩვენ უკვე სხვა მუხლებში აღმოვაჩენთ ბიბლიის სხვა ნაწილებში და შეიძლება თუ გინდა თქვენ არის ლიტერატურა რამდენიმე ნაწილი რომელიც მიღება თქვენ შეგიძლიათ მეც დავწერე პატარა ბუკლეტი სახელწოდებით გატაცებული ქარიშხლის წინ რომელშიც მე შევეცადე რომ მეჩვენებინა თუ როდის მოხდება ატაცება ყველა სხვა სახის წინასწარმეტყველო მოვლენებთან მიმართებაში და მივედი მე ძალიან მტკიცე დასკვნამდე რომ ეს ხდება მაშინ როდესაც ხდება საეკლესიო ხანის დასრულება და ეს არის მხოლოდ გასაჭირის პერიოდის დაწყების წინ ასე რომ დარწმუნებით იმის ცოდნა რომ მეორე თესალონიკეთა მეორე მიუთითებს დროის ამონაკვეთზე ფიქრობ შემიძლია თქვა რომ ატაცება მანამდე მოვა სანამ განდგომილება იქნება და ანტიქრისტე გამოჩნდება მაგრამ ეს ის პროცესია რომელიც თქვენ უნდა გაიაროთ ჯონ იქნებ თქვენს დაამატოთ რაიმე ამას და ჯონ მაკარტური აგრძელებს დიახ ბევრი რამის თქმა შეიძლება მთელ ამ მონაკვეთზე საქმე ისაა რომ განდგომა დაცემა ხდება არა ქრისტეს მოსვლამდე არამედ ცოდვის კაცის სრულ გამოცხადებამდე და ცხადია წმინდა წერილში ცოდვის კაცი ნამდვილად არ ამჟღავნებს საკუთარ თავს სანამ სამყაროს არ დაანგრევს და სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ცდელობა არ არის ის რომ თავი აჩვენოს ბოროტ ადამიანად რომელიც არის და შევიდეს ტაძარში და საზიზღარე ადგილი მთელი სამყარო გადაყლაპოს და ასე შემდეგ და რაც ხდება დანიელის მე-9 თავში ეს კაცი მოდის და ყველას ჯერა რომ ის არის მესია და ამიტომ ისრაელიც დადებს მასთან შეთანხმებას და კავშირს და თუ შეხედავთ მას გამოცხადების მე-6 თავში ხედავთ რომ ის არის დამყრობელი თეთრი ცხენის მშვილდით ისრის და ცხენით მშვილდის და ისრის გარეშე ანუ მოდის ომის გარეშე და იპყრობს და ისრაელთან შეთანხმებას დებს სამშვიდობოდ ახლა ყველაფერი მშვენივრად მიდის და ის მათ თაყვანისცემის საშუალებას აძლევს გამოცხადების მე-17 თავში ერთგვარად მიდის ცრუ ეკლესიის გვერდით ის ნებას რთავს რომ თავისი დღე კონდეთ შემდეგ კი კვირის ნახევარში ანადგურებს შთანთქავს სრულ ეკლესიას თავს ღმერთად აჩენს და იწყებს ისრაელის ხალხის დევნას ანადგურებს მათ და მათ 2/3-ს კლავს და შემდეგ ჩვენ ვიგებთ თუ ვინ არის ის სინამდვილეში ის თლიანად მერე გამოვლინდება მანამდე მსგავსია ანტი მარტო მოწინააღმდეგის კი არ ნიშნავს არამედ მსგავსია ქრისტესი და შემდეგ უკვე ის საპირისპიროდ გამოვლინდება და მთლიან თავის სახეს გამოავლენს. განდგომა რომელიც ხდება მანამდე შეიძლება მოხდეს გასაჭირის პირველ 3 წელიდან ნახევარში და ეს არის ნამდვილი დაცემა. და მე ფიქრობ, ახლა განდგომა უკვე ხდება კიდევაც და ყოველთვის იყო განდგომილი ელემენტი, მაგრამ მე ფიქრობ, რომ გასაჭირის პირველ 3 წელიდან ნახევარში იქნება მასიური განდგომა. ჭეშმარიტი ეკლესია კი უკვე წასულია ცაში არის ატაცებული, ესე იგი, ეკლესიის ატაცება ხდება მანამდე. და რაც აქ მიწაზე კაცობრიობა დარჩება, ისინი არიან სრულიად განდგომილები, ვისგან? ღმერთისაგან. და როდესაც ეს მოხდება და ჩვენ შეიძლება ახლავე უკვე ვხედავდეთ წინასწარ ამ ელემენტებს, ეს არის ლიბერალიზმი, განდგომაში ჩვენ ვხედავთ თუნდაც ქრისტიანობის სახელით, რამდენი რამე ხდება, მაგრამ ეს არ მიდის სრულ კულმინაციამდე მანამ, სანამ ანტიქრისტე არ გამოვლინდება გასაჭირის შუა გზაზე. გასაგებია და მე ფიქრობ ნება მომეცით უპასუხო ასევე კითხვას რომელიც თქვენ არ დაგისვათ მაგრამ იქ ნაგულისხმებია მე ვფიქრობ რომ სოფლიო უკვე ემზადება ანტიქრისტესათვის მე ვფიქრობ რომ სატანა ყოველთვის ცდილობდა ამის გაკეთებას მე ვფიქრობ ის ყოველთვის თავაზობდა ხალხს რომ მათ მიეღოთ ანტიქრისტე და დარწმუნებული არა ვარ რომ არსებობს რაიმე რაღაცა კონკრეტული პიროვნება რომელიც რაღაცა ფრთებს ელოდება ღმერთმა უკვე იცის ის თუ ვინ არის ეს მაგრამ არ ამგონია რომ ეს ბიჭი რაღაცა დაიბადოს რომელიც რაღაცა დემონკაცი არის არა მე ფიქრობ რომ ის რასაც სატანა ეძებს არის ხელმისაწვდომი
ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეს სრულიად და მთლიანად დემონებით შეპყრობილი მხარისხით, რომ მას შეუძლია სამყაროზე კონტროლის აღება. და მე ვფიქრობ, მან ეს ბევრჯერ სცადა წარსულში. და ვფიქრობ, სატანა ამის გაკეთებას ცდილობდა ანტიოქე ეპიფანესთან, გახსოვთ მაკაბელების პერიოდი, და ის ცდილობდა გამოეყენებინა ეს ანტიოქე თავისი ღვთის ხალხის მოსასპობად. ვფიქრობ, ის ცდილობდა ამის გაკეთებას ჰიტლერთან ერთად, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ჰიტლერი დემონებით იყო შეპყრობილი, ადამიანებმა, რომლებიც მას კარგად იცნობდნენ, ამბობდნენ, რომ როდესაც ის საჯაროდ საუბრობდა, სულ სხვა ხმა ჰქონდა, ვიდრე ის ხმა, რომელიც მათ იცოდნენ, რომ ჰქონდა ჩვეულებრივ საუბარში. და ის სრულიად, რა ვიცი, მთლიანად ყურებამდე ჩაფლული იყო ოკულტიზმში და იყო ტიბეტ ბერებთან თელ კონსულტაციებში. მას ყავდა წაყვანილი ეს ტიბეტელი ბერები თავისთან გერმანიაში. და ის თაყვანს სცემდა პირდაპირ სატანას. მათ გაუმართეს ლუციფერს მესა, ანუ ლიტურგია და ის მუდმივ დაუბიძგებდა დემონებს იმ გერმანულ სიტუაციაში. ნაციზმი ფაქტიურად სავსეა დემონური გავლენებით, ოკულტიზმით აღმოსავლეთიდან და ვფიქრობ, რომ სატანა დღესაც ცდილობს ამის გაკეთებას. თქვენ აიღეთ თუ გინდათ გასული LA Times-ის გაზეთი და იქ ნათქვამია სრულგვერდიანი დიდი რეკლამა, რომ ქრისტე უკვე აქ არის. ახლა კი ამბობენ, რომ ეს არის რაღაცა იმაში რა ქვია, სადღაც სამხრეთ ლონდონში მცხოვრები ვიღაც პაკისტანელი ბიჭი, რომელიც ჯერ არ გამოავლენს თავის თავს, რადგან დრო არ არის შესაფერისი. და თუ ფიქრობ, თუ სატანა იპოვის სწორ ადამიანს, რომელიც მას შეუძლია დემონური ძალის ჩასმა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ გააკეთოს ის, რაც ამ ადამიანს სურს. ის არის შეიძლება ნებისმიერ დროს გააკეთებინოს. და მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება მოხდეს ახლავე. და ვფიქრობ, რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც ეს შეიძლება იყოს ანტიქრისტეს პერიოდი და სამყარო. ერთი ძალიან საინტერესო რამ მოვიდა ჩემს ყურადღების ცენტრში, როდესაც ამ თემას ვსწავლობდი. ნათქვამია, რომ ანტიქრისტე გააკონტროლებს სამყაროს. ის გააკონტროლებს ყველაფერს, ყიდვა-გაყიდვას, ეკონომიკას, რელიგიას, ყველაფერს. და არის კაცი, რომელმაც ცოტა ხანში ჩაატარა კვლევა და მივიდა კომპიუტერულ სისტემამდე იქამდე, სადაც ისინი ცდილობენ, რომ ჩიპი ჩაუსვან და იმპლანტაცია მოახდინონ ადამიანის სხეულში. და წარმოიდგინეთ, ახლა მე ამას უბრალოდ თქვენ გასაგებად ვამბობ, ეს არის 80 წელი, 82 წელი და უკვე ელონ მასკმა უკვე დაიწყო კიდევაც, ხო, გონებაშიც ჩიპების შადგმა და ეს უკვე ჩვეულებრივი რამე გახდა, ჩვეულებრივი, რასაც ბატონი ჯონი უკვე მან დამოს, მან უკვე იყო პატარა პირველი ტესტები და უკვე 40 წლის შემდეგ უკვე იცით, რომ ჩვენ უკვე რამ ორი ადამიანია, მე მგონი უკვე რაც თავისი სურვილით ჩაიდგა ეგ იმპლანტაციები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგალითად თუ ადვოკატს უნდა სასამართლოში მისვლა და ის ცდილობს რომ დაიცვას თავისი კლიენტი, ხო? მას არ ჭირდება რაღაცა ბევრი რაღაცების მომზადება, მას უდგავენ ამ ჩიპს ქირურგიული ჩარევით და ყველანაირად ის ელექტრონულად დაკავშირებულია ყველა ამ ინფორმაციასა, რაც მას სჭირდება. წარმოგიდგენიათ, სადამდე მივედით ჩვენ და რა ხდება დღეს. ხედავთ და ნებისმიერი манипуляციის გაკეთებაც შეუძლიათ ამასთან დაკავშირებით. ხედავთ, ეს ჩიპი ყვებას თქვენ ტვინს და იმ ყისიერად თქვენ გექნებათ ის ინფორმაცია თქვენ ხელწინ რაც გინდათ. და დიკი ხუმრობით ეუბნება რიჩარდი, ისი ჯონ, ჩვენ ამ საღამოს შეგვეძლო ეს გამოგვეყენებინა, ძალიან გამოსადეგი იქნებოდა. რომ ბევრი კითხვებზე პასუხები გაგვეცან და ჯონ მაკარტურიც ასევე ხუმრობით პასუხობს. ნუ თუ მე შენთვის არ მithქოს, დიკ რომ ეს უკვე წლებია მაქვს. და ამას ამ ჩიპს ბიბლია ქვია. არასოდეს მისცეთ უფლება, რომ თქვენი ხელიდან ეს ბიბლია შორს დაიდოს. ყოველთვის გვერდზე გქონდეთ და ყოველთვის მას მიედეთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც ანტიქრისტეს სამყარო შეიძლება მოვიდეს და რა თქმა უნდა, თქვენ კითხულობთ New Age Society-ზე, ახალი ერის, ხო, ახალი age, New Age-ის რაც ხდება მის გარშემო, როგორ იზრდება ეს ორგანიზაცია და როგორ უფრო და უფრო მეტი რელიგიები ერთიანდებიან მასში. სოფლიოში არ არსებობს ისეთი დიდი ორგანიზაცია, როგორც ეს არის, სადაც ყველანი არიან გაერთიანებული. ერთ-ერთმა ადვოკატმა, როდესაც შეისწავლა, მან თქვა, რომ ყველაფერი Amnesty International-დან ნუოლნი მოსახლეობის დამდე და მათ შორის 3000 მიაქციეთ 3700 ორგანიზაცია, რომლებიც ცდილობენ რომ პოლიტიკურად გააუმჯობესონ თითქოს და ჩვენი სამყარო.
ეს არის ანტიბირთული პერსონალი, სიხარების დაძლევა, შიმშილის დაძლევა და ყველაფრის მიმართ, რომ ურთიერთკავშირშია ყველაფერი ეს აბსოლუტურად New Age-თან და იმ მოვლენებთან, რომელიც წინ გველოდება ჩვენ. ორგანიზაცია, რომელიც მართავს დემონური ძალები, რათა დაიპყროს მთელი სოფლიო, რათა უზრუნველყოს პლატფორმა ანტიქრისტეს ხელში ჩაგდების მიზნით. და ეს ყველაფერი ხალხო ჩვენ თვალწინ ხდება. და ლოს-ანჯელესი და კალიფორნია არის ამის ეპიცენტრი. და ეს ყოველთვის ხდებოდა ადრეც წარსულში ისტორიულად, რადგან სატანა ყოველთვის ცდილობდა ქრისტეს და ღმერთის ადგილის დაკავებას და მის დამხობას, ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. გასაგებია, დიახ, გმადლობ ჯონ, გასაგებია.